სეზონურად დასაქმებული ადამიანების ნაკლებობა ფერმერებს პრობლემებს უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ დღიური ანაზღაურება საშუალოდ 70-80 ლარია მოსავლის აღებისა და სხვა ფიზიკური სამუშაოებისთვის მუშახელის მოძიება რთულია, რის გამოც სოფლად სამუშაოები ჭიანურდება. დელეგატის ბიუროს წარმომადგენელი ილია საყვალიშვილი ამბობს, რომ პრობლემა აქტუალურია გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც. იგი პრობლემის სამ ძირითად მიზეზს ასახელებს და განმარტავს, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხის დასარეგულირებლად ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა. ყოველწლიურად ჩვენს მუნიციპალიტეტშიც და არა მხოლოდ ზოგადად კახეთის რეგიონში დეფიციტი იქნება მუშახელთან დაკავშირებით. ამისთვის, რასაც მე ვაკვირდები და ჩემი ინფორმაციით რაც მაქვს, არის სამი ძირითადი მიზეზი. პირველი ის, რომ ვინც იყო აქამდე დასაქმებული თვითონ როგორც მუშახელი და ჰქონდა მცირე ფერმერული მეურნეობები, აი სახელმწიფო პროგრამების დამსახურებით, რომელიც იაფ კრედიტს და საგანგო პროგრამებს მოიცავს, მათ გააფართოვეს თავიანთი მეურნეობები, გახდნენ უკვე საშუალო და მსხვილი ფერმერები. და მოგეხსენებათ, რომ როდესაც საშუალო და მსხვილი ფერმერი ხდება, უკვე თვითონ ითხოვს მუშახელს და გადადის უკვე სხვა კლასიფიკაციაში. ერთი მიზეზი ესეც არის, ჩვენი მუნიციპალიტეტი არის ძალიან აქტიური განსაკუთრებით კახეთის რეგიონში ამ პროგრამებში მონაწილეობით და შესაბამისად ის ინფრასტრუქტურა და საწარმოები და ასე ვთქვათ ლოჯისტიკური სერვისები, რაც ბოლო ხანებში გაიხსნა და ასე ვთქვათ ექსპლუატაციაში შევიდა, ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია და გაზარდა მოთხოვნა. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ახალგაზრდები არ ერთვებიან სოფლის მეურნეობის სექტორში განსაკუთრებით ჭირს. მოგეხსენებათ, რომ ანაზღაურება არის 70 ლარი მინიმუმ უკვე, ადის 80 ლარამდეც, გააჩნია ზონების და შესასრულებელი სამუშაოს ხარისხს და ასევე თუ ვთქვათ რომელიმე პროფესიას ფლობს, რომ ადამიანი მაგათაც ამ ყნობა იცის ან სხვა კარგად, იქ უკვე 100 ლარი და ზევით არის ანაზღაურება. ასეთი ადამიანები სამწუხაროდ სოფლის მეურნეობის სექტორში განსაკუთრებით უკვე ასაკიანი თაობა არის, ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართულები და არ ხდება ამის შევსება და შესაბამისად ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი და მესამე ფაქტორი არის მიგრაცია სოფლებიდან, იცით რომ ძალიან დიდი პროცენტი არის დღესდღეობით სოფლიდან წასული ადამიანების და შესაბამისად ეს ფაქტორიც ემატება აი ამ ჯამში, ეს სამი ძირითადი ფაქტორი, ასაკურველია სხვა მიზეზებიც არის, მაგრამ ეს სამი ძირითადი ფაქტორია, რაც მოქმედებს. ჩამოდიან დასავლეთი საქართველოდან ჩვენთან ყოველწლიურად, მაგრამ მაინც ვერ ავსებს ეს შემოსული ნაკადი იმ დეფიციტს, რაც დღესდღეობით დგას და რის წინაშეც არის თავარ გამოწვევამდე ფერმერები. რომ მეტად უნდა იქნეს ახალისებული შემთხვევაში, როგორც ფერმერული მიმართულებები, ასევე ზოგადად აგრარული სექტორიც, ამისთვის ბევრი რამე ხორციელდება, თუმცა კიდევ და კიდევ განსაკუთრებით უნდა ახალისდეს ახალგაზრდების ჩართულობა, იმიტომ რომ მათი რესურსი, განათლება, ინტელექტი, ენერგია, შემართება ეხლა სასოცხლოდ მნიშვნელოვანი არის, რომ სოფლის მეურნეობა გადავიდეს უკვე გარდამტეხ პერიოდზე და აღარ იყოს არა მხოლოდ პირველად სახის წარმოების, არამედ უკვე უნდა წავიდეს ინდუსტრიული მიმართულებით, რის მიმართულებითაც სახელმწიფო ნელა უკვე დგამს და დაიწყო კიდეც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამისკენ ნაბიჯების გადადგმა და ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზუსტად აი ამ ფაქტორს თუ ყველაფერი სწორად განხორციელდება.